მარიკა არევაძე მინდა შემოვიყვანოთ ეთერში, ადვოკატი და კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი. მარიკას ასევე ძალიან ბევრ სინდისის პატიმართან აქვს უშუალოდ შეხება, მან იცის მათი მდგომარეობის შესახებ. მარიკა, მოგესალმებით. მადლობა თქვენ ჩართვისთვის და მარიკა, პენტენციური სამსახურის გამოხმაურება ერთია, ის რასაც ნიკა ყვება სტუდიაში თუ სხვა პატიმრები იმ მდგომარეობის შესახებ რაც არის, სხვადასხვა დაწესებულებაში და განსაკუთრებით გლდანთან დაკავშირებით არის, აი ასეთი პრეტენზიები, ეს არის მეორე. აი თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ თქვენ იმ პატიმრებისგან, სინდისის პატიმრები, ვინც ახლაც არიან, სხვადასხვა საპატიმრო დაწესებულებებსა თუ იზოლატორებში, აი რა არის მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ძირითადი პრობლემა, რაც იკვეთება მათგან და რაზეც გთხოვენ რომ გაახმოვანოთ? მოგესალმებით, თამარ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ეს საკითხები, რომელიც თქვენ წამოჭერით და რომელიც უკვე ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი იმ წერილებიდან გამომდინარე, რაც უშუალოდ სინდისის პატიმრების მხრიდან გაჟღერდა და მოგვეწოდა და ეს არის მართლა სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ პირველ რიგში ჯერ სამართლებრივ მიმართულებას რომ მივყვეთ, ხო, სამართლებრივი თვალსაზრისით პენტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირი, ანუ ნებისმიერი პატიმარი სარგებლობს ზუსტად იგივე უფლებებით, როგორც რითაც სარგებლობს გარეთ, ანუ თავისუფლებაზე მყოფი ადამიანი, ხო, მასაც აქვს უფლება ჯანდაცვაზე და ჯანდაცვის ისეთ სერვისზე, როგორიც ხელმისაწვდომია, ასე ვთქვათ, არსებული სტანდარტების შესაბამისად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კვების საკითხები არის წამოწეული და კვების კუთხით ჯანსაღი კვება იქნეს უზრუნველყოფილი. ამასთან დაკავშირებით ფორმალურად ეს წესები თითქოს დაცული აქვს, იმიტომ რომ შესაბამისი შესყიდვები ხორციელდება და ამ შესაბამისი შესყიდვების ფარგლებში არა მარტო დამნაშავეა ის, ვინც ამზადებს ახლა და ესეთ უმძიმეს საკვები, ანუ რო არ იჭმევა ისეთ საკვებზია ხო საუბარი, შედიში აქვს პენტენციურ დაწესებულებაში, არამედ ის მწარმოებელი თუ ის პირი, სუბიექტი, რომელსაც მიაქვს ზოგადად პროდუქტი ამ დაწესებულებამდე, ანუ აქ ძალიან ბევრი პირის პასუხისგებლობა შეიძლება გამოიკვეთოს და არა მხოლოდ იმ უშუალოდ იმ კონკრეტული დაწესებულების, რაღაც ერთგვარი ჯაჭვია მარიკა და ჩვენ ვიცით რომ ძალიან დიდი თანხა არის გამოყოფილი როგორც ჯანდაცვისთვის, ასევე პატიმრების კვებისთვის, ხო? თუმცა ქართული ოცნების პირობებში და იმ კორუფციის მაჩვენებლების პირობებში, რასაც თავადვე აღიარებენ, უკვე არა მხოლოდ ოპოზიცია, ან კრიტიკული მედია, თავადვე ამბობენ რა ტიპის კორუფცია, შეიძლება რომ ისევ აქ მივდივართ რაღაც ტიპის კორუფციულ სქემებთან, როდესაც ეს ფული, ნუ ფაქტია რომ არ მიდის ადრესატებამდე, ხო? კი, ზუსტად თამარა ეს მინდოდა, ამ მიმართულებით მინდოდა მეც ყურადღების გამახვილება, რომ ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად თავად ოცნების მხრიდანვე კორუფციის უდიდეს, ასე ვთქვათ, შემთხვევებს და ძალიან მოცულობით თანხებთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ, რომ ეს იყო ხელისუფლება და დღეს უკვე რეჟიმს წარმოადგენს, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ჯარი ძარცვა ფაქტობრივად, ხომ? იმიტომ რომ ჯარს თავდაცვის სამინისტროს შემთხვევები თავადვე გამოაქვეყნეს. ეს არის პარტია და ძალა, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ინფრასტრუქტურა ძარცვა და საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა ჩააგდო უმძიმესი საფრთხის წინაშე, ხო? ყოველდღიურად, როდესაც ჩვენ ამ ინფრასტრუქტურის, ანუ გზებზე დავდივართ, ხო? და რა გასაკვირია, რომ ეს ის ძალაა, რომელიც პატიმრებზე დამატებით, ასე ვთქვათ, ამ თავისუფლება აღკვეთილ პირებზე, რომლებსაც ისედაც არ აქვთ, ხო, მარტივი ვითარება, ასევე მათ ძარცვავს და მათ ფარგლებში აკეთებს თანხას. ამიტომ კი ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ სწორედ კორუფციის შედეგი იყოს ის, რაც დღეს ხდება ციხეებში და ის, რაც მოვისმინეთ ჩვენ არაერთი პატიმრისგან და როდესაც არაერთი პატიმარი ამაზე საუბრობს, ესე იგი იქ არის პრობლემა, იქ რეალური პრობლემაა და აუცილებლად უნდა მოხდეს მისი შეფასება, შესწავლა და გამოსწორება პირველ რიგში და ამასთან დაკავშირებით, ხო? სამწუხაროდ უკვე მეორედ მიწევს ამ ინსტიტუციის ამ კონტექსტში წამოწევა, მაგრამ ჩემი და თქვენი საუბარი არ უნდა უწევდეს ამას, ისე უნდა იყოს უკვე შესული სახალხო დამცველის აპარატი ამ დაწესებულებებში და უნდა გქონდეს რეაგირება მოხდენილი, დასკვნა მომზადებული, რეკომენდაციები გაცემული, მაგრამ მე არ მსმენია, შეიძლება მე არ მინახავს უბრალოდ, ხო, მაგრამ მე არ მსმენია, რომ ამ დღეების განმავლობაში ეს იყო. და ერთი მთავარი, რაზეც მინდა ხაზი გაუსვა თამარ, თუ მომცემთ დროს,
ჩვენ საუბრობთ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაზე, ანუ ოცნებაზე, ხო, რომელიც 2012 წელს სწორედ ციხეში არსებული, ასე ვთქვათ, პრობლემების გაფუქების ფარგლებში რაღაცა კადრები, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მაშინ და მათ შორის ჩემზე მოახდინა, ხო, ეს გავლენა და ესე იგი ჩვენ საუბრობთ სწორედ ამ ძალაზე, რომელმაც ციხეში არსებული მდგომარეობა გამოიყენა, გააფუქა სიტუაცია და ფაქტობრივად მიიტაცა ძალაუფლება დღევანდელი გადასახედიდან უკვე ხო მაშინ ქონდა ის მხარდაჭერა დღეს არ აქვს ეს მხარდაჭერა ხო და სწორედ ეს ძალა დღეს ჩვენ ხედავთ როგორ ძიმედ და არახუმანურად ეპყრობა ციხეებში პატიმრებს ხო როგორ ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგით მოსული ძალა როგორ არღვევს ყოველდღიურად ყოველი ფეხის ნაბიჯზე ადამიანის უფლებებს იმიტომ რომ ჩვენ ყავს არაერთი ნაცამი ნაწამები ადამიანი, აზრის გამოხატვის თავისუფლების გამო პასუხისგებაში მიცემული ადამიანები, მათ შორის დღეს ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონა ანასტასია ჯაფარის და მეორედ გაუშვა რეჟიმმა უკვე პატიმრობაში, 4 დღიან პატიმრობაში, ანუ ყველაფერი ის, რასაც ვითომ და თავიდან ქადაგებდნენ, იმის საპირისპირო საკეთებენ დღესდღეობით თავად არიან ადამიანის უფლებების მასიური და სისტემური დამყარებით. ყველაფერი აუცილებლად დასრულდება ცვლილებით. დიდი მადლობა მარიკა.